2025 წლის 5 მაისის საიუბილეო საღამოს მოკლე მიმოხილვა. კიდევ ერთი პოზიტიური მოგონებები სტუდიის არქივს. ტელევიზია ინკოგნიტომ სტუდიის 30 წლის იუბილე აღნიშნა და ამ თარიღს ტრადიციულად ღონისძიებაც მიუძღვნა. ღონისძიება სახელწოდებით მეგობრობა გზად და ხიდად გაიმართა 5 მაისს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში. ტელევიზიის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მანანა გაფრიჭიძემ სტუდიის აღსასდელებმა და კურსდამთავრებულებმა უმასპინძლეს სხვადასხვა საინტერესო პიროვნებებს, ძველ და ახლად შექმნილ ქართულ თუ უცხოელ მეგობრებს. სტუდია ინკოგნიტოს იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ერთგულმა სტუმრებმა და გულშემატკივრებმა, ყველა ქართველისთვის საყვარელმა და საპატივცემულო პიროვნებამ, ბატონმა ნუგზა რუხაძემ. უამრავი თაობის აღზრდელმა, ქალბატონმა ზეიკო წულუკიძემ. ერისთავის გამორჩეულად საამაყო ადამიანმა, ბატონმა ტარიელ ხარხელაურმა, ქალბატონმა ციცი ბეროზაშვილმა, ქალბატონმა თამარ ნადირაძემ. ციცი მოვიწიოს ცელი, ხალხო ციცი
არსებები და ხელმძღვანელი გახლავთ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრი ქალბატონი მანანა ნაბიჯიძე. მე მანანა ვერ წარმოვიდგენია ხარზე ძიმე კამერის გარშემო. იმიტომ კამერა და ტელევიზია არის მისი ცხოვრების ნაწილი. მან მრავალი თაობა აღზარდა, გაზარდა. აი წარმოიდგინეთ ტელევიზია, რომელიც უკვე 30 წელია არსებობს. ანუ ეს რაზე მიუთითებს, რომ ის მიდის სწორი კურსით და ყველა ის დაგეგმირება, რაც განხორციელებული აქვს მას, არის მიზანსწრაფად და სწორად გადაწყობილი. მანანა არის საოცრად შრომისმოყვარე და პროფესიონალი, ამავე დროს ძალიან პასუხისმგებლიანი. ეს რაში გამოვიხატება? მათ ახლონე გასვლითი ტურები, მე როგორც ვიცი საზღვარგარეთ, ვიღებენ ნამდვილად წელს განსაკუთრებულად გადევდებოდ დიდ თვალს სოციალურ ქსელში და ბევრ ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას, აქვთ შიდა ტურებიც და მოგეხსენებათ ახლა სტუდენტებთან ამისხალებდა. ძალიან კარგად გამოსდის ეს ყველაფერი და არცაში. მე მინდა მანანა წარმატება გისურვო ძალიან ბევრი ცხოვრებაში, შემოქმედებით საქმიანობაში, მინდა რომ გამარჯვება იყოს მუდამ შევითანხმდები, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, სულ მაინტერესებდა რატომ ერქვა ტელევიზიას ინკოგნიტო და გავიგე რომ ცხოვრებაში მანანას რაღაცა პატარა გულისწყენა შეხვედრია. როდესაც ის გამოსულა იმ ამბედითი კაბინეტი და ჭარებში ამბედითი, მან ასეთი რამ თქვა, მე აუცილებლად ინკოგნიტოდ მიასწრებ, მაგრამ მაინც მიასწრებ. და აი არსებობს ეს ტელევიზია უკვე 30 წელია. მივესალმები ამ ყველაფერს, ეს არის საწინააღმდეგო ძლიერი ქალის, ანუ ჩვენი მანანას ძლიერ და ზოგადად ადამიანის რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უნდა წამოდგე და ცხოვრება გადაგრძელო. ვისაგებო შემთხვევით და მივლოცო ბატონ ლუქსარს დაბადების დღე. 2 დღის წინ იყო ნამულა. ის ჩემთვის ძალიან მისაბაძი, ალბათ ყველასთვის ძალიან საფათიცებო ადამიანია და ძალიან ჩემთვის არის მისაბაძი ადამიანი. უბადო პროფესიონალი ქართულ ჟურნალისტიკაში და არა მარტო ჟურნალისტიკაში. იცით მე რა მახსენდება ხოლმე? ალბათ ყველას ხონია ცხოვრებაში, რომ რაღაც დამგზავრებია, ეს მომენტი გვაქვს. სიზარმაცის გამოვლენა. მეც მქონია რასაკვირველია და მithქვავს, რომ აი დღეს ამას არ დავაკეთებ, ხვალ გავაკეთებ, საერთოდ არ დავაკეთებ რამოსთან. მაგრამ იცით რა მახსენდება ხოლმე? არ ვიცი რატომ. ერთ-ერთ ინტერვიუში დროს ბატონმა ლუქსარმა ასეთი რამ თქვა და რატომღაც დამარხსოვდა. მე ზედმეტი ნაბიჯების გადადგმაც კი არ მინდა, იმიტომ რომ ეს ცივი დრო არ დავკრა. და აი ამის შემწება ხოლმე მახსენდება, რომ ყველაფერი გავეცდება და იმ წუთში ვაკეთებ იმას, რაც დავუშვებ გადავდე მომავალისთვის. ღმერთმა მივრავდოს ასეთი ადამიანები, მე მინდა მას უსურვო, ჯანმრთელობა, ხნეთ ყოფნა და დიდხანს სიცოცხლე. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ჩვენ უსტუმრებო. დიდ მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ვიყვართ საქართველო, ქართული ფესვები შემოინახეთ, საუბრობთ ქართულად და პატივსცემთ ქართულ ენას. და საქართველოს რომ მაინც სისხლის ხილი ალბათ სხვა და მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა მანანას გვერდში დგომისთვის. მანანა ყველა ვიცი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც 30 წელი არც ისე პატარა დროა იმისთვის, რომ დღევანდლამდე მოსულიყო ესე გამარჯვებული და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, უყვარდო ბავშვებს. ეს არის ძალიან დიდი ხელოვნება. ხელს ასე უყვარდე თაობას, ახალ თაობას, რომელსაც საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს, ზედმეტად შენიშვნასაც ვერ ვიცე და დაიცვა ის ოქროს შუალები, რომ არაფერი აწყენინო და თან უყვარდეს, მართლა ხეთს ვიხდი მანანას წინაშე. ის რომ
ყველაფერი სხვადია. მეც ვიცი რომ ორჯერ დავეცი და წავიდე, მაგრამ ეს უფრო დიდ ძალას გაძლევს ალბათ და მე მიამაყება რომ და თავარი რაც 17 წლის წინ დავიწყე, შევხვდი ჩემი ყველაზე დიდი რაც არის გათანამედროვებული ეს მარიგოგი, მაგრამ გათანამედროვებული ქართული სამოსი და სოფლიო მოვიარეთ. ჩვენც და აი ზუსტად ერთ-ერთ ქვეყანაში სტრატეგიაში ჩვენზე რომ მითხრას ეს რომელი ჯორჯიაა, ამერიკაში ვარ, აი რაღაცა გადავიბრუნო, მეთქი რას ვია და მაშინ იყო ბრენდების დავაკეთე და ლონდონში და პრეზენტაცია. და რა თქმა ეს რომ აი ყველაზე მეტად ეს მახარებდა თქვენს აღნიშნეთ რომ იგი აგრძელებს სტატს რომელიც ალბათ ჩვენზე ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს საქართველოს კულტურის ტრადიციის და ისტორიის პოპულარიზაციას ვიხვება და ალბათ ყველა საქმიანობაზე უფრო მთავარი ამ ბოლო წლებში გამორჩეული სწორედ ეს არის მათ შორის, როცა შენი ქვეყანა გინდა წარმოადგინო, იმიტომ რომ ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს, იმიტომ რომ უდიდესი ისტორია გვაქვს და ნამდვილად შემიძლია მიაღვიქვათ და ამიტომ თეცრის წინაშე ბულოცა 30 წლის იუბილეს, ბატონ მუზარსაც ბულოცა დაბადების დღეს ბევრჯერ მქონდა ბედნიერება იმის, რომ ერთად ყოფილი ყავით აღდღეს და ეს პრაიდ შოუში შემიძლია დღეს გამეხარდა ძალიან მქონდა მის დაბადების დღეს დაამწყეს პრაიდ შოუში 60+ გადაცემაში შემიძლია თქო ბატონ მუზარს. კიდევ ერთხელ მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა თითოეულ ქვეყანას და ჩვენს მხრებს ყველაზე დიდი მადლობა. აი ამ სტუდიის უსაყვარლესმა მასპინძელმა, ისრაელში და ინკოგნიტოს ყველა ღონისძიების მუდმივმა სტუმარმა, ქალბატონმა მანანა არონაშვილმა გაჩეჩილაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა თინათინ ნიბლაშვილმა და სხვებმა. იმედის წარმომადგენელი, რომელსაც მე ვფიქრობ, საქართველოს სიყვარული განსაკუთრებულად აქვს გამოხატული და ქართველი ებრაელი მოუწეს ენაზე, მანამ შენიფები, ჩვენი წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობრობა დაიწყო დაახლოებით 10 წლის წინ, ხოლმე თოქს ენაზე მე ვიტყვი წელს წინ ქართველი ებრაელი ჟურნალისტი, როგორც მოღვაწეობს ისრაელში და შეგავხირე იმ პროექტზე, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ. დაბადების დღე, რომელიც რაღაც ორიული დღის უკანონდა და პალგიორგობა და გილოცავთ მთელს საქართველოს, მთელს ქრისტიანის გილოცავთ დღესასწაულს. ჩემი და მანანას მეგობრობა საკმაოდ ხანია დაიწყო და მანანა ისრაელში ორჯერ იყო ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა მის ბავშვებთან ერთად და გადავიდეთ უნიკალური მასალა. ძალიან არ ვიცი, რაღაც ახალი მასალა გადაგებული. აი ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ჩემი საყვარლესი გიორგი ბუჩკუპიანი, რომელიც მაშინ სულ პატარა იყო და მაჩოს დაწვეული და გადავწყვეტეთ ესეთი, რომ აი რაც მასალა არის გადაგებული და ფილმებია გამოჩენილი ისრაელში გაკეთდეს ამ ფილმების ფესტივალზე ჩვენება. რა თქმა უნდა, ეს მზადების პროცესია და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში უკვე ოფიციალურად მოეწერება ყველაფერს ხელი და მანანას ამ ჩვენიან ნამუშევრებს და მანანას ბავშვების ნამუშევრებს ვიხილავთ ჩვენთან ისრაელში. ამიტომ მე ყოველთვის ვეუბნები, ისე მეგობრები საერთოდ პირველი დაუპატრიდები ხმები. და აი ეს მეთოდი თქვენთვის მეთქვა, მეგობრების ასაკეთოთ გადაწყდება იმედია, რომ თბილისის საკრებულოც თავის მხრიდან ხარს დაუჭერს ამ პროექტს და ერთად გადავიდეთ ქართველი ებრაელი გასასაკრებულო გადაწყდება და გელიდებით ხალხარულად გილოცავთ. ღონისძიება თავისი ტკბილი ჰანგებით უფრო მეტად დაადგო და გაალამაზა თურქეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ეთერ გორაძემ, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოფრინდა. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ თურქეთელი ქართველები, ორჰანგაზის ქართული ასოციაციის ცენტრის პრეზიდენტი ბატონი ირფან შაჰინი ბერიძე და ასოციაციის დამფუძნებელი ბატონი ადემ ტურანი შავაძე. მათ მიულოცეს იუბილე სტუდიას და დაპირდნენ წლების წინ გაფორმებული მეგობრობის მემორანდუმის ერთგულებას და მუდმივ მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ისინი მრავალი წლებია თურქეთში ქართული ენის და კულტურის პოპულარიზაციაზე დაუზარლად მუშაობენ. საპატიო სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდიის აღსაზრდელების დიპლომებით დაჯილდოებაში.